ვიყავი მე ადრე 88 თუ 9 წელში იმ დღიდან ვარ მე მოწინააღმდეგე ამ გესებისა, მით უმეტეს მაშინ მარტო ხუდონგესე იყო აქცენტი გამახვილებული და დღეს კიდე ამდენ უზარმაზარ კაშხალებთან გვაქვს საქმე, რომელიც არაფრით არ უნდა დაიშვას სვანეთის ხეობაში. პრობლემა ახლა მარტო ნენსკრა კი არ არის, აქ სვანეთში არის დაგეგმილი 36 გესის აშენება. 36 გესის. 36 გესი კი არა, ერთი რვა შენდეს, ისიც ეყოფა სვანეთს, აი მარტო ეს ხუდონგესი და ნენსკრა გესი რვა შენდეს, ის ეყოფა სვანეთს. ჩემი მოსაზრებით ნენსკრა გესის შენებლობა ეს პირველ რიგში ჭუბერისთვის არის კატასტროფა და სვანეთისთვის ხომ საერთოდ. და აქაურმა ყველა მაცხოვრებელმა იცის თუ როგორ იმოქმედებს ეს ბუნებაზე, იმიტომ რომ ირგვლივ სადაც კაშხლის ტერიტორიაა ისეთი ადგილებია, სადაც ყოველ წელს ჩამოდის მეწყერი, ზვაოსაშიში და მეწყერსაშიში ადგილებია. იყო მოსახლეობასთან შეხვედრები კომპანიის წარმომადგენლების და კომპანიის მხრიდან და განიხილებოდა ერთიოდერ აღნიშნული საკითხი, თუმცა მინიშნებები კეთდებოდა მხოლოდ პროექტიდან მომდინარე სარგებელზე და არა საფრთხეებზე. ამ ეტაპზე ჩვენ მოსახლეობა კიდევ ველოდებოდით დასკვნების ჩამოტანას, გაეცეთ ჩვენ დაეჯერებინათ ნამდვილად არ იყო ეს საფრთხის შემცველი პროექტი არ არის, მაგრამ ალბათ დღემდე ესე ვართ, რომ არავინ ჩამოტანია და არავის დაუწინებელი იმაში, რომ ჩვენ ნამდვილად არ იქნება ეს. ჩვენ სვანეთის გარეშე ვერ ვიცხოვრებთ. ჩვენ თაში გაზრდილები ვართ, თის შვილები ვართ და თის კანონების გარეშეც ვერ ვიცხოვრებთ. ჩვენ ძალიან დიდი ადათ-წესები გვაქვს, ჩვენი ძალიან დიდ ტრადიციებს მიუყვებით. მილიონი რო იქნება მეთქი და მილიარდი, ჩემი მილიონი და მილიარდი არის ჩემს ეზოში, ჩემს შვილებს დილით სუფთა ჰაერში და ჩემს ეზოში რო გავაღვიძებ, აი ეს არის ჩემი ფუფუნება ყველაფერი. და ამდენად არაფრით არ შეიძლება რომ ჩვენს მიწა წყალს, ჩვენ სვანეთს ხელი ახლოს ვიდნენ. რადგანაც ეს იქნება სვანეთისა და სვანების განადგურება. მე არსად არ მინდა წასვლა და შენ თუ იძულებულს გამხდი, ესე იგი უნდა გავუყენოთ გოლგოთას გზას მთელი სვანეთი.
არასოდეს არ იფიქროს არც ერთმა მთავრობამ, რომ ამითი სვანეთი აყვავდება კი არა, პირიქით, არც მთამსვლელს მოუნდება სვანეთში წამოსვლა, არც ტურისტს და ეს იქნება კატასტროფა სვანეთისთვის.